ყველაფერს ერთად როგორ უნდა მიხედო, იქ 5 რევოლუციას გიწყობენ, იქ სხვა აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტებია, შენ ამ დროს ყოი ფასები, ისა, კორუფცია, ისა. ანუ რას ვიძახი, ყველაფერს რაღაც თავისი დრო ჭირდება. არ არის ესე ერთ დღეში, ამ მიგრაციასაც, ამ კორუფციასაც, ამ ფასებსაც. ჩვენ ერთ დღეში გვინდა ყველაფერი, რომ ის კორუფციაც არ იყოს, მიგრაციაც არ იყოს, ფასებიც დაბალი იყოს. ეს ყველაფერი ხო შესასწავლია, გასაანალიზებელია, მე გასაკონტროლებელია. ნელ-ნელა ხო ხედავთ, რომ ყველაფერს თავი ეჭრება, რაც ცუდია ამ ქვეყანაში, ხო? რა ვიცი, თუ დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და რუსული კანონიდან და რაც ქონდა ეს აფხასავით შემოხვეული ეს უბედურება ჩვენ ქვეყანას ჯერ იმას უნდა მოეჭრას თავი, მერე შემდეგს, ეგ ამ პროცესში ვართ, ხო? აი ხედავ ხოლმე ხანდახან კომენტარებს, რომ აო და აი ეს რატო არ გააკეთეთ, მანამდე ეს რატო არ ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებ, მაშინ დაანგრიო ყველაფერი რა. ზუსტად ეგ არის პრაგმატული პოლიტიკა, რომ ნელ-ნელა მიყვა, ამას წლები ჭირდება, ეს ერთ დღეში არ ხდება. არ ხდება, არც 4 წელიწადში არ ხდება ეს რა. რო იძახია, რომ აი 4 წლის მერე და მით უმეტეს 2 იმის მერე როგორ შეიძლება კიდე ესენი დარჩენ, თუ ხალხი ირჩევს, შეიძლება 100 წლის მერეც დარჩენ. ხალხი არის აქ მთავარი რა და ხალხი ყველაზე კარგად წვიტავს, ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა წავიდეს რა. არა აქვს დემოკრატიას ეს პრინციპი აუცილებლად, რომ მაინდა-მაინც 4 წელიწადში და 12 წელიწადში და 8 წელიწადში გამოიცვალოს ხელისუფლება. ხელისუფლება უკეთესი თუ არ არის, მაშინ რომ დატოვოს ხალხმა ეს ხელისუფლება და ეს პროცესია დღესაც. რატო გიკვირთ? ვერ გავიგე რა. მაინდა-მაინც ის გინდოდათ, რომ ეხლა უკრაინის დღეში ყოფილიყავით, მაგრამ არა ვართ უკრაინის დღეში, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ 30 წლის განმავლობაში და ბედნიერი ვარ მე პირადად ამითი, რომ აი ესე პრაგმატულად და ესე კარგად აი ისეთი რა ვიცი რა იუველირული ისეთი გაწოდასწორებული პოლიტიკით მიუყვებით ამ ყველაფერს, ხო? თუნდაც აგერ ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობაში, აგერ აზერბაიჯანთან ნახეთ თქვენ, რომ გაცილებით შემცირდა ეს ტარიფები, ეს გადაზიდვის ტარიფები და ასე შემდეგ რაღაცებს ვთმობთ კიდევაც, სადაც დასათმობია, რაღაცებს არ ვთმობთ. მაგრამ ჯობია რომ ვიჯდეთ და ველოდოთ იმას, სანამ ჩვენ ტრებს ერთად ჩამოატარებს მდინარე, ვიდრე ჩავერთოთ ამ პროცესში და გადავარდეთ ბუხარში თავით, ცეცხლში თავით რა. ამიტომაც ძალიან მაგარი რაღაცა ხდება, რომ დღეს არსად არა ვართ. ეს არის ზუსტად იმ სტატუსის პირველი ნიშანი, რასაც საქართველოს საბოლოო ჯამში შეიძლება ნეიტრალიტეტი, ნამდვილი ნეიტრალიტეტი მოყვეს, რომელსაც ამერიკაც მხარს დაუჭერს, რუსეთიც მხარს დაუჭერს და ჩინეთიც მხარს დაუჭერს და დანარჩენებს კიდე დაუჭერიათ და კიდე არ დაუჭერიათ რა.